სოფიკო ჭიაურელის უნიკალური და უცნობი ფოტოები, კადრები მსახიობის 40-ზე მეტი თეატრალური და კინოროლიდან. ფოტომასალა გადასაღები მოედნიდან სოფიკო ჭიაურელის ცხოვრების ამსახველი სურათები ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში რამდენიმე დღით გამოიფინა. ექსპოზიცია მსახიობის 75 წლის იუბილეს მიაზღვრა. დეტალებზე ლიზა ციციშვილი კი ამბობთ. ის რაც ცხოვრებაში გულწრფელად იხარჯება, ყოველთვის გამორჩეულია. სახალხო არტისტობა მხოლოდ წოდება რომ არაა და საკუთარი მაყურებლის სიყვარულია, ეს სოფიკო ჭიაურელმა დაამტკიცა. თუ მისი ხან ტრაგიკული, ხან იუმორისტული, ხან სევდიანი, ხან კი ღიმილიანი სახე ოდესმე გინახავთ, არასოდეს დაგავიწყდებათ. ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეშიც ყველა ფოტო ნაცნობია, მაგრამ არის კადრები ცნობილი ფილმებიდან, გადასაღები მოედნიდან, მსახიობის პირადი ცხოვრებიდან, რომელიც ეროვნული არქივის საცავებიდან პირველად გამოიტანეს. ძალიან საინტერესო ფოტოები აქვს შემონახული და საშუალება მიცეს ამ გამოფენით ერთის მხრივ სოფიკოს პატივი მიაგეს. მე ამაყებოდა რომ ის იყო ნიჭიერი და რასაც აკეთებდა, კარგად აკეთებდა და ძალიან უყვარდა ხალხს მისი ფილმები და ის. ჩემთვის ის ყოველთვის დედა იყო და დედა დარჩა. როგორი თვალები აქვს, როგორი მეტყველი სახეა და საერთოდ პირველ რიგში მე მაინცვლი რომ ადამიანურობა ქონდა სოფიკოს განსაკუთრებული რა. ანიცოდა ისეთი ახლობლობა, ისეთი თავდადებულობა, რაც ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს იყო მნიშვნელოვანი. რომანტიული, ემოციური, ძალიან ძლიერი, ხიარული, თბილი და უბრალოდ ძალიან ნიჭიერი. განსაკუთრებული არტისტიზმი, პლასტიკა, შარმი, დიდი ლამაზი თვალები და ხასიათი. ასეთი სოფიკო ჭიაურელი გვინძერს თითეული ფოტოდან. ფოტოებიდან ბევრი მისმა ახლობლებმაც კი პირველად იხილეს. არქივის საზოგადოება შესაძლებლად მიფიქრებს ის სურათები, რომელიც არასოდეს არ ვიდახარს. არ არის, ამბობს ყოველთვის ჩვენთან არის. თუმცა პიროვნულად ძალიან გვაკლია რა, ის სიტყვა და ყურადღება ძალიან გვაკლია. ის მამიდაც იყო, მეგობარიც იყო, თავის მეგობრებისთვის არაჩვეულებრივი შეუცვლელი ადამიანი იყო. ასე რომ სოფიკო გარჩება ყველასთვის საყვარელი. ფუფალა, ბარდო, ციცინო, ზექალა, სოფიკო, სიდონია ეს დაუწყარი სახეები მხოლოდ ფოტო და კინო კადრებზე შემორჩა. გამოფენა სოფიკო ჭიაურელის იუბილეს ეძღვნება. მსახიობი 21 მაისს 75 წელს გახდებოდა.